მოგესალმებით მეგობრებო, ეს YouTube არხი შუქურაა და მე მისი წამყვანი ლევანი ვარ. ჩვენი დღევანდელი თემაა პირველი მანქანა. ამ ვიდეოში მინდა მოგიყვეთ ჩემი პირველი მანქანის შესახებ. რა ცვლილებები შემოიტანა ჩემ ცხოვრებაში, რა მხრივ განმავითარა. პირველად მანქანა ვიყიდე 25 წლის ვიყავი. დაახლოებით ეგრეა. მე არ მქონდა ფული, ჩემ ოჯახმა მიყიდა და რატო? ვინაიდან კურიერი ვიყავი, არ მოწონდათ, ჯობია მანქანით იკურიეროსო. თქი ბოზორი არ არის. განსაკუთრებული რაღაც მანქანა არ ყოფილა, ეს იყო Smart-ი, $1700 ვიყიდე. დავჯექი ამ მანქანაზე 500-600 კილომეტრი გავიარე, ისე რომ დამემუღამებინა რა, გაბარიტები და რაღაც რა. ვისაც არ ყოლიათ Smart-ი, შეიძლება იფიქროთ, რომ ძალიან პატარა მანქანაა, მაგრამ რეალურად ძალიან დიდი სივრცეა შიგნით. მანქანა ფაქტურად სკამია თავიდან ბოლომდე. ასე რომ ძალიან დიდი სივრცე გაქვს. უბრალოდ თემა ის არის, ორ კაცს ვერ ჩარჯდებით, დიდი ხარი როცა არის მანქანა მოძრაობს. ხიძე განსაკუთრებით. სულ 900 კილოა. კურიერობისთვის რაღაც პონჩი კაი იყო, იმიტომ რომ პატარა გნიდა მანქანა, მაგრამ რეალურად ბევრს წოვდა. მაგრამ მაინც გარკვეულ გამოცდილებას ღირდა, იმიტომ რომ როცა კურიერობდი, საკმაოდ შორს მქონდა შეკვეთები. ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო, როცა შორს მიდიოდი, ქალაქ გარეთ თავისებური ის ქონდა, რანტვირთვის ფუნქცია. იმიტომ რომ ძალიან დიდი განსხვავება შიგ ქალაქში რომ მუშაობ და მის შემოგარენში. თავი მუღამი რა არის? რაც ჩემში შეცვალა მანქანა მის იყო გამეზარდა არეალი, თვალსაწიერი. ნახევარი რაღაცა შენ შეიძლება სხვა ადამიანის მანქანით ბევრად გილზე იყო ნამყოფი რა, მაგრამ შენი მანქანით საერთოდ სხვა შეგრძნება, იმიტომ რომ სადაც გინდა იქ აჯერებს, სადაც გინდა იქ მოძრაობ, როგორც გინდა ისე მოძრაობ, იზრდები რა. პირველი იმიტომ რომ თვალსაწიერი გეზრდება და როცა გინდა სადაც გინდა მაშინ მიდიხარ. მეორე თემა ის არის რომ პიროვნულად იზრდები, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა გემატება, რომ გზაზე ვიღაცას არ დაარტყა და მესამე აქტიური ხდები. ძალიან მარტივია სახლიდან გასვლა. და რას გულისხმობ? ეხლა როცა არანაირი ტრანსპორტი არ ყავს, შეიძლება გეზარებოდეს სადღაც შორს წასვლა. როცა ტრანსპორტი ყავს, просто ერთი გადაკოქვა და რამდენიმე კილომეტრი გასული ხარ მინიმალურ დროში. ხო რა, ანუ ფაქტიურად რა გამოდის, რომ პიროვნულად იზრდები, ანუ პასუხისმგებლობები გემატება, აქტიური ხდები სოციალურად და შენი თვალსაწიერი იზრდება და რაღაცებს სხვანაირად ამჩნევა. შენი თავის იმედიც გიჩნდება. ვინაიდან ჩემი პირველი ტრანსპორტი იყო და იმით ვიყავი აღტკინებული მანქანა და რაღაც, ნაკლებად ვფიქრობდი ჯარიმებზე. ეგ ძალიან შემდეგი საფეხურია რა, თავიდან საერთოდ არ ვფიქრობ ჯარიმას მიიღებ თუ არა რა. უბრალოდ გიხარია ტრანსპორტი და რაღაცებს აკეთებ. მანქანა ჩხარა არ დაბყავს, მაგრამ შეპები მომსვლია, არასდროს გზაზე გადავსულ ვარ და ცოტა სასაცილო სიტუაციაში ჩავარდნილ ვარ. ერთი ისეთი მომენტი იყო, თბილისის ზღვისკენ ვიყავი, ტესტავდი მანქანას რა, რომ ჩემზე მომეჯინა. აქვე ყველას გირჩევთ, რომ თუ მანქანის დატესტვა გინდათ, მოწაიყვანთ 50 კაცს მარტო წადით, იმიტომ რომ რამე რომ მოხდეს, როგორც მინიმუმ ხვის სიცოცხლეს მაინც გადაარჩენ. როცა მანქანას ტესტავ, სანამ არ შეიგრძნობ იმ ტრანსპორტს, სხვები არ ვნატარო. ეგა ძალიან მნიშვნელოვანი ხაზგასასმელი ფაქტორი. მარტო ვარ, თბილისის ზღვაზე ვარ და მოძრავ, ღამის საათები არის ახალი წელია. ღამის საათები ახალი წელი თბილისის ზღვა. ანუ სუდი რამე არ იფიქროთ, უბრალოდ მკატაობდი რა, ტესტავდი მანქანას. ძალიან ისეთი მჭიდრო მოძრაობა გაიჩნდა იქ სიახლოვე. ესე გადავჭერი და მოკლეზე ჩავედი და ეგრევე პატრულმა დამინახა, გადააყენე, გույდა, გავაჩერე, ჩემი პირველი გაჩერება იყო მაშინ. როგორ შეიძლება იყო, იცი, ნებისმიერი მოვლენა, რაც მანქანასთან კავშირში იყო, ახალი იყო ჩემთვის, ძალიან ისეთ ემოციებს იწვევდა რა. აბა რა პონტია ეს, ხვდები? ვა, ახალი თემა და რაღაც. ანუ სხვა მდგომარეობაში შედიხარ. ძალიან მაგრა სწორებს ეგ. სხვის მანქანაზე ვატარო, ეგ მაგას ეგ შეგრძნება არ ექნება. შენი მანქანა რო ყავს, მაშინ ხარ ეგრე, იმიტომ რომ ყველანაირი პასუხისმგებლობა შენზეა და ნებისმიერი ჯარიმა იქნება ეს თუ გაფრთხილება პირდაპირ შენზე აისახება. ნუ გამაჩერე ამ პატრულმა, მოვიდა რა ეს ოფიცერი და ოფიცერი ეს და ეს მოგესალმებით, რაღაც საბუთები თუ შეიძლება გილოცავთ ახალ წელს და რაღაცა მომაწოდა. ეს საბუთები მივეცი რა პირადობა, მეთქი ნახეთ და გამოვართვე ოჩიანი კანფეტი. ნუ გამოვართვე, მეთქი ბაღ და ბარდაჩოკზე მივაგდე რა. მეთქი მადლობა. იყურებს ეს პატრულის თანამშრომელი. თან უყურებს ჩემს აიც რა. კაი, ეს კაიო და იმას უყურებს. ოჩიან კანფეტს, რომელიც მე ბარდაჩოკზე მივაგდე რა. მეთქი მადლობა. ბიჭო, შევხედე მეც, რომ კანფეტი არ არის ძმა. კანფეტს ატოვე და ჩასაბერი აპარატის ერთჯერადი საპირე იყო რა. ესო გავიაზრეთ რა, რომ მე მეგონა რომ ტიპო მომილოცა და კანფეტი მაჩუკა და მეთქი მადლობა და კარჩ ორივე დავწექი. ძალიან გადაობა სიტუაცია იყო და მე რო გითხრა მეცინებოდა თუ მოგატყუებ, მე ცოტა ჟიბიმი მქონდა რომ რაღაც არ მოხდეს რა, იმიტომ რომ მომცა ჩასაბერი აპარატის რომ ჩაბერე და ნახოთ თვალი ხარ თუ არა. მეთქი მადლობა. ანუ კიდე კაი არ დამეჭირა. ალბათ არ დამეჭირდა, მაგრამ მაინც მომენტში ნებისმიერ ქცევას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს რო ავიღე, მე ჩავბერე და ნუ რა თქმა უნდა ხიზელი ვიყავი, დამიბრუნა პირადობის მოწყობა და დავიშალეთ რა. მაგრამ ეგ მომენტი იყო ძალიან მაგარი. აი არასდროს არ დამოვისყდება. რატომ ეგონა კანფეტი, იცი რომ გილოცავთ ახალ წელს და მომაწოდა რაღაც. იმ პერიოდში ესეთი გაცვლები იყო, რომ ვიღაცა მანქანიდან გესვრის კანფეტს ხოლმე ხარ, ვიღაცა სახლიდან გესვრის, ვიღაცა შუბში გარწყოს და ჩარჩა გეცნობიერად რომ რადგან მომილოცა კანფეტი მომცა. დაჟე ესეთი ჯიგარი პატრული იყო, რომ ბოდიში მომიხადა რომ არ მაგ შოკოლადიო რომ მოგცეო რა. და მეთქი შენ არ დამეჭირა და მე პრობლემა არა. ადამიანობა ბიჭო ძალიან მაგარი დამია. რა პროფესიაში არ უნდა იყო, აი ის რო გაქვს საშუალება რომ ის არეალი რომ ადამიანობა დაანახო, ძალიან მაგარია რა. ნუ სხვა მხრივ ძალიან ბანალური ჯარიმები მქონდა, სადაც არ უნდა გამეჩერებინა იქ ვაჩერებდი. ვინაიდან კურიერი ვიყავი, მიწევდა ცოტა უხერხულ ადგილებში გაჩერება. ვინც დამწყები მძღოლები ხართ, გეტყვით რომ რადგან ავარიულს რთავ და 5 წუთი გაქვთ რო გადახვიდეთ რაღაც შეკვეთა გამოიტანო, არ გეადგილები, სადაც უბრალოდ გაჩერება არ შეიძლება და ეგ იდეაში იცი, როცა
და მართვის მოწმობა გაქვს, მაგრამ რეალურად იმ აფექტის მდგომარეობაში რომ სწრაფად მეიტანო შეკვეთა ეფექტურად წახვიდე, კლიენტი გირეკავს და მთელ თემებში ხარ და მომენტში შეიძლება დაგავიწყდეს რაღაც. ერთი თემა მახსოვს, ლამაზ ველას ტიპს დავარტყი. იქ იყო ბარნოუზე. იქ შუქი ნაკლებად არის რაღაც მონაკვეთში და ზევითად იხარ, სადაც ზებრა არის. ამ შეკვეთებში და რაღაცეებში აბა სად მიდიო, როგორ მიდიო, ესე ხო ჯობია, ერთ რამეს მივხვდი. ჯობია ფიქსირებული მარშრუტია, რომ თავიდანვე დაგეგმო როგორ უნდა წახვიდე დაახლოებით, ვიდრე მომენტებში იცვალო გეზი, იმიტომ რომ ერთია რომ შეიძლება რაღაცა შეასკდე და მეორე შენ თუ კარგი მწვავე ხარ და არაფერს არ ასკდები, შეიძლება სხვა დაარტყა ხვდები და სხვა დაიბნეს რა შენ გარშემო. ხო და ესე უცებ მონაკვეთებში ესეთი ქაჯური სიარული ძალიან არასასურველი და რისკიანია. და შეკვეთა რომ მიმქონდა ბანოზე, ვიყავი გაჩერებაზე და შუქნიშანს ველოდებოდი. ან როგორც კენტო ეგრევე აუქაზე ზევით რა მარცხნივ. ტიპი რომ მოდიოდა, მე შევდიოდი რა ესე და უცებ გადახდა ესე და გავიარე რა, თორემ ფეხს მოტეხდი მინიმუმ რა. ანუ გავისვრდი ჯიგარს. იქნებე გავაჩერე და მეთქი ხომ შეთობა გაქვს. ხო კარგად ხარ? კი ძმა რა თუ არა და გაიარა რა და მეთქი yes რა. მაგ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნება, იმიტომ რომ ძღოლი ხარ და არ ხარ სამაგათკაზე რომ რაღაცას რო შეასკდე არაფერი არ არის. შეიძლება ვიღაც დაბრიდო. არ არის საჭირო კურიერი იყო. უბრალოდ აფექტის მდგომარეობაში ვიღაც რომ დაგირეკა და აფხორ გადავიდე გადმოვიდე, მაგ მომენტში მკაცრად დააკვირდი როგორ იქცევი. ყოველთვის შეიძლება შედარებით სტაბილურად და ნელად და დაფიქრებულად იარო, ვიდრე უცებ რაღაც ყილი ხაჩო და მარცხენა ხელით მოუხვიო მარტივად და ბილსზე გეგონოს თავი. სმარტს ერთი დიდი პლუსი ჰქონდა. მომენტში ხა მიმაიმუნი არა და ისედაც უნდა დამეყენებე, სადაც არ მეკუთვნოდა. ბიუჯეტი მომხდა მაგის გამო დამსახურებულად. არ ჩანს პარკინგზე მანქანა. ერთი-ორი ლამაზ დავკარგე. ისაპირებ ტყიდო საიტს ტესტი მანქანის პატარას და ეკონომიურს ჯობია რომ Toyota-ს მიაწვეთ. ოდნავ ძვირი ღირს, მაგრამ გაცილებით ნაკლებს წოვს და ნაწილები იაფიჯდება რა. ყოველ შემთხვევაში ვიცი რომ Toyota-ს ნაწილები არ ბურჯდება. Smart ის მანქანა არ არის, რომელსაც პატარა მანქანას დაუძახებ. როგორი მანქანაა მაქსიმუმი? ბაზარში რო წავხვალ და რაღაცებს მოვიტან. ორი კაციც რო ჩაждდეთ, ისეთი პატარა მოტორი აქვს, რომ არაეფექტური მანქანაა რა, ქალაქგარეთ მით უმეტეს. და აღმართიერებს აღარ ვამბობ. რეალურად მაინც არ არის ეს მანქანა, რომელიც უნდა იყიდო რა ჩემი აზრით. თუ რაღაცა საღადავთ არ გინდა. მე მალევე გავყიდე Smart-ი, მაგ ფული ტრეიბის გავაკეთე, ცალკე ვიდეოს თემაა. შემდეგ ვიდეომდე. დროებით